ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსიას ხელი საბოლოოდ მოაწერა, ევროკავშირმა კი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები გაზარდა. რუსულ ოკუპაციაზე რეაგირებისთვის იულია ტიმოშენკო ოპერატიული შტაბის შექმნას აპირებს, რა ვითარება ამ დროისთვის ყირიმში, სოფო ფუტკარაძე ამბობთ. ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის ძალაუფლება იზრდება. რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლში სამხედრო სამედიცინო ცენტრზე კონტროლი მოიპოვეს. ნახევარკუნძულზე დარჩენილ პრორუსულ მოსახლეობას კი აპრილიდან ხელფასებისა და პენსიების რუბლის სახით გაცემას პირდებიან. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჯერჯერობით უკრაინული გრივნაც იფუნქციონირებს. სევასტოპოლში რუსული პასპორტების აღების მსურველთა რიგებია. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რუსეთში ცხოვრების სტანდარტები უფრო მაღლა დგას ვიდრე უკრაინაში. ხელფასები, პენსიები, ეს ჩვენი შემოსავალია. ახალი თაობა ამას იმსახურებს. სწორედ ამიტომ ყველამ ერთად ყირიმის რუსეთთან მიერთებას მხარი დავუჭირეთ. უკრაინული მხარე მოქალაქეების მიგრაციას აპირებს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით ოფიციალური კიევი ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზადაა. უკრაინის რადას სპიკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმში დისლოცირებული მეზღვაურები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. ალექსანდრე ტურჩინოვმა სამხედროებს ნახევარკუნძულზე უკრაინული გემების დაცვა უბრძანა. უკრაინა არასდროს დათმობს საკუთარ მიწას. მზად ვართ რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, სადაც მთავარი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა იქნება. ვლადიმერ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის ფედერაციის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების სახით შესვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონს ხელი უკვე მოაწერა. კრემლის ლიდერმა მეზობელ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე უარი თქვა და ამერიკისთვის sapasukho სანქციების დაწესებისაგან თავი შეიკავა. რუსეთის პრეზიდენტს ყირიმის მიერთება აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მიულოცა. ყირიმის რუსეთის სამართლებრივ სისტემასთან, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროსთან ადაპტაციის კუთხით დიდი სამუშაო გველოდება. დუმისა და ფედერალური საბჭოს დეპუტატებს ვთხოვ აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში, რათა პროცესი უმკივნეულოდ და მომგებიანად წარიმართოს როგორც რუსეთისთვის, ისე ყირიმელებისთვის. დიმიტრი მედვედევმა უკრაინას ვალი შეახსენა. კიევმა მოსკოვს 16 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ფინანსური კრიზისის ფონზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოაწერა. უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს გაერო. კიევის ნაბიჯი რუსეთის საგარეო უწყებამ ნაჩქარევად შეაფასა. ფიქრობ, მხოლოდ ეროვნული შეთანხმების მიღწევით შეიძლება იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც უკრაინაში დიდ წინააღმდეგობას იწვევს. მოსკოვი არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პარტნიორებთან მიმართებაში, რომლებიც კიევის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ. რუსეთის აგრესიის ფონზე საფრანგეთმა და გერმანიამ ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერეს. გაერო ყირიმის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას აპირებს. ვენეციის კომისიამ კი ნახევარკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმი არალეგიტიმურად ცნო.